მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი ამოცანა ნომერი 23. ზონ რისხ გასწვრივ მარჯვნივ ვრცელდება განივი ტალღაო, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული და გვაინტერესებს საიდკენაა მიმართული ზონ რისხ A, B, C და D წერტილების სიჩქარეები. კარგით, მოდით ამოცანის მარტივად გასაკეთებლად, წარმოვიდგინოთ, რომ აი A, ტალღა წარმოვიდგინოთ, ჩვეულებრივი ტალღა, წყალში გახსერებული ტალღა. და აი ეს A, B, C და D წერტილებში წარმოვიდგინოთ, რომ ჩაგდებული გვაქვს ამ წყალში, რომელშიც ტალღა ვრცელდება ტივტივები. ტივტივები არის, აი აქაც, ამაგრი გვაქვს ტივტივა ჩაგდებული, აქაც და აი აქაც. ეხლა გვიუგრებიან, რომ ტალღა განივი არის. განივი ტალღა ნიშნავს, რომ გარემოს ნაწილაკები ირხევიან ტალღის გავრცელების მართვ-სიბრტყეში, ხო? რადგანაც განივი ტალღა არის და ახლა აი A წერტილში რო ტივტივა იმყოფება. ტივტივა აი იმ დროის მომენტში, რა დროის მომენტში ჩვენ ამ სურათს ვაკვირდებით, მიღწეული აქვს მაქსიმალურ სიმაღლეს, ხო? შესაბამისად, ტივტივა ყველაზე მაღლა არის ასული. ამ მომენტში მას უკვე შეწყვეტილი აქვს ზევით ასვლა, შესაბამისად სიჩქარე VA ტივტივის ტოლი იქნება 0-ის. ანალოგიური სიტუაცია აქვს C-ში, ხო? C-ში ტივტივა აქვს ყველაზე დაბლა და ამ მომენტში უკვე შეწყვეტილი აქვს ქვემოთ აღარ ჩადის ამაზე მეტად, შესაბამისად VC წერტილში იქნება 0-ის ტოლი. რაც შეეხება B და D წერტილებს. აი უსასრულო მცირე დროის მონაკვეთს თუ წარმოვიდგენთ, უსასრულო მცირე დროის მონაკვეთში, აი ეს ტალღა, აქეთ მოსული ტალღა გადმოიწევს აქეთ. შესაბამისად აი იმ ტივტივას, ზემოთ უბიძგებს, ხო? აი ზემოთ უბიძგებს. შესაბამისად აი ეს ტალღა რო გადმოვა უსასრულო მცირე დროის მონაკვეთში, აი ეს ტივტივა ზემოთ წაინაცვლებს. ანუ ამ შემთხვევაში ეს ჩვენი VB არის ზემოთ მიმართული. ანუ VB არის ზემოთ მიმართული, ხოლო D წერტილში პირიქით, ნახეთ, D წერტილში ეს ნაწილი აქეთ გადმოიწევს, ხო? და პირიქით ეს D წერტილი ქვემოთ მოექცევა, ცოტათი ქვემოთ მოექცევა, ხო? ტალღის ქვემოთა ნაწილში, შესაბამისად D წერტილში გამოგვდის, რომ VD წერტილში უნდა იყოს ქვემოთ მიმართული. VD-ში ქვემოთ არის მიმართული და ეხლა შევხედოთ. ვარიანტებს, 4-ვე წერტილი მარჯვნივ, რა თქმა უნდა, არ არის სწორი. A წერტილი ქვევითო არა 0 არის სწორი და ამიტომ არ იქნება. A და B წერტილების მარჯვნივო არც ეს არ იქნება, იმიტომ რომ A 0 არის. B წერტილის ქვევით, არა, B წერტილის ზემოთ არის, არც და იქნება და მოდი შევხედოთ ეს. B წერტილის ზევით არის მიმართული, კი ბატონო, ზემოთ. D წერტილის ქვევით, კი ბატონო, D წერტილის ქვევით, A და C წერტილების სიჩქარეები 0-ის ტოლია. A და C წერტილების სიჩქარეები ნამდვილად 0-ის ტოლია. შესაბამისად, პასუხი იქნება E.